არ არის საჭირო სალოცავი კლდის წვერზე იყოს, რომ იქ მისვლა ჭირდეს. წმინდა თეკლას მონასტრისკენ მიმავალი გზა იმდენად ცუდია, რომ მისვლა მხოლოდ რამდენიმე ტიპის მანქანით შეიძლება. საქართველოს დედაქალაქიდან 35 კილომეტრი დაშორებულ ადგილას, რომელსაც ბევრეც უწოდებენ, ეს კომპლექსი 7 წლის წინ გაჩნდა. მაშინ, როცა მამა თეიმურაზმა 12 მორჩილთან ერთად სასულიერო ცხოვრებისთვის შესაბამისი ადგილი იპოვა. ახლა ყველანი ერთად აშენებენ მონასტერს, წერენ ხატებს, კინძავენ რელიგიურ ლიტერატურას და უფალს ემსახურებიან. მორჩილების ცხოვრება მონაზვნების ყოველდღიურობისაგან არაფრით განსხვავდება. უბრალოდ ახალგაზრდებს დრო აქვთ, რომ ღვთის სიყვარულსა და საკუთარი რწმენის სიძლიერეში ბოლომდე დარწმუნდნენ. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ საერო ცხოვრებაში დასაბრუნებელი გზა საბოლოოდ იჭრება. ჩვენი დროების პატარა ოაზისი და პირველი აღდგომა წმინდა თეკლას მონასტერში. სარეკელი, რომელიც მორწმუნეებს ჯვარცმის სიმძიმეს ახსენებს, ვნების კვირა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის ზეიმი, თიკო ფეიქრიშვილისა და რამაზ გიორგიშვილის რეპორტაჟში. აღდგომისარები წმინდა თეკლას სავანეში პირველად რეკავს. 12 მორჩილი ქრისტეს აღდგომას იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიაში ხვდება. ლიტანიობის ღამეს დედათა მონასტერს ბევრი სტუმარი ყავს. საერთოდ აქ 12 მორჩილი და მამა თეიმურაზი ცხოვრობს. ეს ულამაზესი მონასტერიც მისი აგებულია. ადგილს მონასტრისთვის 4 წლის განმავლობაში ეძებდნენ. მას შემდეგ, რაც ბევრად შეეს ნაკვეთი ნახეს, ძებნად შეწყვეტეს და მონასტრის მშენებლობაც დაიწყეს. 7 წლის შემდეგ, როცა ეს სამონასტრო კომპლექსი ააგეს, საცხოვრებლათაც აქ გადმოვიდნენ. ეს ხალხი იყო მორწმუნეები, ვინც გადავიდნენ ჩვენ ეკლესიაში, ჩემი სულიერი შვილები. და თავისთავად რაღაც ბუნებრივად მოხდა ეს, რომ მათ გადაწყვეტეს მონასტერში წასვლა და აირჩიეს, რომ წამოსულიყვნენ აქ მეტი არაფერი თორე. შეთავაზებით მე არც არავის არასდროს არ თავაზობ იმას, რომ ან მონაზონი გახდეს, ან ეს ცხოვრება აირჩიოს სამონასტრო, ან მაინც ჩვენ მონასტერში წამოვიდეს. ელენემ სამონასტრო ცხოვრება რომ გადაწყვეტა 16 წლის იყო. მორჩილი 20 წლისა გახდა და უკვე 10 წელია ღმერთს ემსახურება. სურვილი ყოველთვის მქონდა და მაქვს მონასტერში ცხოვრების, მაგრამ ასაკი თავის საშუალება მაინც ეხა დინჯია, რაც იზრდება ადამიანი და ის ბავშვური შეხედულებები მაინც ბავშვობაში რჩება. ჩემი ბავშვობაც ეს არის და დიდობაც ბავშვობაც აქ დავიწყე და დიდობასაც აქ ვაგრძელებ და ყველაფერი ჩემთვის ეს არის აქ რაც არის. წითელი ქვა, რაზეც ელენე ხატს წერს, თეძმის ხეობიდან მორწმუნეებს მოაქვთ. ქვა ადულად მუშავდება და ბუნებრივი წითელი ფერის გამო მისგან კვერცხები ითლება. ქვაზე დაწერილი აღდგომის სცენა ამ დღისთვის საუკეთესო საჩუქარია. ეს ხატიც არის აღდგომის ხატი. ამიტომაც აღდგომის ხატს ვხატავთ ზედ, რადგან სააღდგომოდ არის ეს წითელი კვერცხი. კვერცხზე პირველად ხატა? კვერცხზე პირველად ხატა. არის რამე განსაკუთრებული? კი, ძალიან განსხვავებულია ჩვეულებრივი ხატისგან. სიბრგვალის გამო ძალიან რთულია რა. ხელის დასაბჯენი არ არის, ვერ დააბჯენ, ხელს დააბჯენ და ნახატი ფუჭდება, ძალიან რთული დასახატია. სააღდგომო კვერცხის მოხატვის პარალელურად მონასტერში 300 სააღდგომო კვერცხი იღებება. კვერცხი ამაღლებამდე ყოველ ტრაპეზზე დაიდება. რიტუალი წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე სრულდება. საეკლესიო დროით 12 საათზე. წმინდა თეკლას სავანეში განსხვავებული დროით ცხოვრობენ. ახლა აქ 8 ნახევარია, საერო დროსთან სხვაობა 4 საათია. მზის ჩასვლამდე ცოტა დრო რჩება. ყოველი დღე, როდესაც ჩადის მზე, იმ დროს ჩვენ ვაყენებთ ან კვირაში ერთხელ ვაყენებთ 12 საათზე. შემდგომ 24 საათს როგორც გაივლის საათი, ამის მიხედვით გვაქვს უკვე ყველაფერი აწყობილი დღის განმავლობაში. ეს იქნება ლოცვის დრო, ტრაპეზისა, სამუშაო დრო, დასვენების, ყველაფერი ამ საათზე არის აგებული. ანუ წლის განმავლობაში ადამიანი ყოველ დღე იმ დროს ისეთ დროს იძინებს, რომ ერთნაირად არის დაბნელებული. ამ დროით უკვე 10 წელია ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში საეკლესიო წიგნების გამოცემას ემსახურება. მონასტრის ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყაროც სწორედ ესაა. თავიდან ყველაფერი მორჩილების ხელით კეთდებოდა. ახლა ტირაჟი გაიზარდა და მონასტერში თარგმნილი წმინდათა ცხოვრება და რელიგიური ლიტერატურა სტამბაში კაბადონდება. ეს იმ 60-მდე წიგნის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მორჩილების ხელით შეიქმნა.
ყველაფერი აკეთდებოდა. მარტო ქაღალდს ყიდულობდით ხოლმე და დანარჩენი ბეჭდა, აკინძვა, აი ამ სახემდე მიყვანა წიგნის ჩასმა, აი ამ ოქროსფერის დარტყმა, ჩვენ დარტყმული ეს კლიშე ქვია, ყველაფერი აკეთდებოდა. მონასტერში რომ წავიდა 24 წლის იყო. მორჩილების სურვილი ეკლესიაში მისვლიდან რამდენიმე თვეშივე გაუჭდა. დაბრკოლებაც მაშინვე გაჩნდა. შულს თავი ღმერთისთვის რომ მიეძღვნა მშობლებს არ სურდათ. მონასტერში მინდოდა საერთოდ წასვლა და მშობლებიდან ის ქონდა დაბრკოლება. დრო ის ძალიან არ უნდათ რომ მონასტერში წავსულიყავი და ძალიან ისე ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ და მე ვაპირებდი გაქცევა. ხო და მე პატრიარქთან მივედით. მაშინ პატრიარქმა მითხრა რომ ნერვიულობენ, მშობლებიო ძალიან უყვარ ხარო და იმიტომ არის ესეთი ეხლა უკვე არა, ეხლა პირები დედაჩემ ეზიარებიან და დედაჩემ ჩემს მას თავისი ხელით ჩაულაგა ყველაფერი და გაუშვა მონასტერში. მამაო ჩვენ რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედი სუფევარი შენი იყავნება ტაძარი წმინდა თეკლას სავანეში ჯერ არ აგებულა. აქ თითოეულ მორჩილს თავისი ადგილი აქვს. სახლის მანსარდაში დროებით განთავსებულ ეკლესიაში ლოცვისას დაჯდომაც შეიძლება. სკამები, რომელიც სამლოცველოში დგას, ძველი ქრისტიანული მოსასვენებლის იდენტურია. სარეკლის ხმა წმინდა თეკლას სავანეში მორჩილებს ტრაპეზზე უხმობს, თუმცა ეს ხმა ქრისტიანებისთვის ქრისტეს ჯვარცმის გახსენებაა. ვიხსენებთ ჩვენ ქრისტეს ჯვარცმას, როგორც მას ამშვალებდნენ ხეზე და ხმას გამოსცემდეს სამშვალი და ჩაქუჩი, ასევე ჩაქუჩის დარტყმით ხის სარეკელზე გამოცდის ხმა, რომელიც სმენასაც ძერწიან ეშმაკნი. ანუ ის მათ ახსენდებათ ქრისტეს ჯვარცმა, რომელთაც დაითრგუნენ ეშმაკი და ამის ხმაზე წერწიან და შორდებიან იმ ადგილს. ტრაპეზის შემდეგ მორჩილები სენაკებში დანაწილდებიან. აღდგომამდე რამდენიმე საათი რჩება. საეკლესიო დროით დაახლოებით 4 საათზე საზეიმო ლიტურგია იწყება.